რა უნდათ, აი რა გზით უნდა იცხოვრონ. აი თუნდაც ავიღოთ, დავიწყოთ გეორგიევსკის ტრაქტატიდან და ჩვენ მოგვიწია ცხოვრება რუსეთის იმპერიაში, ну, ასე ვთქვათ, იმპერიოდანტე, რასაც ქვია ადამიანს ზიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობა, სადაც დაიწყო. აი იქამდე ვიცხოვრეთ, ხო? ხალხი ვერ გაიგო რა უნდათ. შემდეგ ჩვენ ქონდა ენა, მამული სარწმუნოება. იგივე შეიცვალა სიტუაცია და დღესდღეობით სოფლიო გაერთიანებას მე ამაზე მიდის გლობალიზაციას ყველასთვის ნათელი არის, ხა რაც უნდა სხვანაირად ვლაპარაკო და ყავს ჩემი აზრით პრეზიდენტი, რომელიც ამ კურსით მივდივართ ყველა. გამაგებიეთ, მე ვერ გებულობ. თვითონ ხალხმა იცის რა უნდათ? ერთიც ყავდათ, მეორეც მესამედ. გვინდა რუსეთის პოლიტიკა, ხო ვიყავით ამდენხან და ეს იყო ჩემთვის საშინელი პერიოდი, როცა მე ამ პერიოდში მიწევდა და დღესაც ჩვენ ქალაქში ზუსტად იმ ინერციით და ის ხალხი არიან სათავეებში. ეროვნული მოძრაობა ჩემთვის მიუღებელი იყო, ეხლა ნამდვილად იმ ოჯახში, რომელსაც ჩემთვის მეორე ოჯახი იყო, აკაკი სახელობის დღეს უნივერსიტეტი და მასში პედაგოგისტები, ეს იყო ჩემი ოჯახი. იქ ხალხი, რომლებიც წლების მანძილზე 7 წელი მე რაც იქ მომიწია სწავლა და თანამშრომლობა, ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი წელი. ყველა ადამიანი, ყველა ფაკულტეტზე ერთმანეთს ვიცნობდით და ყველა ლექტორები ჩემთვის საყვარელი და თბილი და როგორ ავთქვა ესეც აღარ ვიცი, რაღაც გადაცვლილი თქვენი მამასთან ურთიერთობა. ანუ რისი თქვა მინდა? გაიყო ორად, რისთვის, უაზრობისთვის, ის ხალხი ხა ყველა ვიცი. აი ნეტავი არ ვიცოდე და არ ვიცნობდე და აი ამაზე მტკივა ყველაზე მეტად, ხო? ის ხალხი კიდე იქ ყველა სიტუაციას მოერგენ. ხა სახელებს ხო არ დაასახელებ, ზოგი ჩემი ძანახლო მეგობარია, ზოგი თანაკურსელი და ასე შემდეგ. და დღესდღეობით, აი ამის თქმა მინდა. ჯერ თავარია ქართულმა ემმა გაიყვეს რა უნდა. წმენაზე საუბრობენ და მხოლოდ ეკლესიაში სანთელის ან საკმაოდ ინტერესია, აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე შეკითხვა დავსვა. მე სანამ ქალბატონ ნინოს და ბატონ მერაბს მიმართავ მაყურებელს, კიდევ ერთხელ შევახსენებ, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაარეკოთ ტელეფონის ნომერზე 41470, ასევე ჩართულია ინტერაქტივი და შეგიძლიათ დაარეკოთ უფასო ნომერზე 1252 და დააფიქსოთ თქვენი პოზიცია, უნდა წავიდეს თუ არა თავრობა დათმობაზე. და მე პროდიუსერს ვთხოვ, რამდენიმე წუთში მომეწოდეს მონაცემები, მოსახლეობის ამდენი პროცენტი უჭერს მხარს, რომ წავიდეს დათმობაზე, ან რამდენი არ უჭერს. და აქვე მიმართავ ქალბატონ ნინოს და ბატონ მერაბს, თუმცა როგორც მაშინ მანდ ტელემაყურებელი საღამოშვიდობისა გისმენთ. ბატონ რეზო ჭეიშვილი გუკავშირდება ჩვენ პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა ბატონ რეზო. საღამოშვიდობისა ბატონო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ იღებთ ჩვენს გადაცემაში დღეს მონაწილეობას. ბატონ რეზო, თქვენ პირადად ალბათ თვალყურს თავდავნებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება საქართველოში ზოგადად 4 წლის თავი უნდა აღნიშნოს უკვე ნაციონალურმა მოძრაობამ ვარდების რევოლუციის შემდეგ 23 ნოემბერს არც ისე შორსა. თქვენი აზრით რა ხდება დღეს საქართველოში, თქვენი პოზიცია? ძალიან ახლოს ვადევნებ თვალს და იქ უნდა ვიყო მეც. მაგრამ რაღაც გარემოებამ დამტოვა აქ. 4 წელი გადის მართალია. ისმის ჩემი დიახ, ისმის ოპერატორს ხოლმე ხმა იქნება უწევს. დიახ. ძალიან საოცარია და საკვირველია, რომ 4 წელიწადში როგორ მოახერხეს ამხელა რისხვის, ამხელა ზიზღის დამსახურება. დიახ. ხელისუფლება. ეს ძალიან მიგვის. ბატონო რეზო, მე მაინტერესებს, აი რით დაიმსახურა ხელისუფლებამ რეზო ჭეიშვილის უარყოფითი შეფასება. რეზო ჭეიშვილი რა შვაშია? რეზო ჭეიშვილი კი არა, ხალხის ზიზღი დაიმსახურა. და მე მიგვირს თქო, მე თვითონ გეკითხებით, როგორ მოახერხეს 4 წელიწადში არ მოსწრებია ეს კაცობრიობას, რომ ასეთი რისხვა დაიმსახურა. და ბატონო რეზო, აქვე ჩაგიკითხებით, მე მაინტერესებს, აი თქვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ აჩუქეთ მაყურებელს და იგივე მკითხოს ცისფერი მთები ან ტიან-შანი. აი, ხო არ გაგონებთ ეს ყველაფერი იმ დროს? იმ დროს არ მაგონებს, იმ დროს მაგონებს, მაგრამ ძალიან ის დრო იყო ძალიან მსუბუქი დღევანდელ დღესთან შედარებით. ამიტომ არ ვიცი, ხალხი არ უნდა დაიშალოს, ან თავის პრინციპი დაიცვას, ან დანებონ თავი, ვერ გეტყვი. და ჩემი ბოლო შეკითხვა იქნება, უნდა წავიდეს თუ არა თვითონ ხელისუფლება დათმობაზე? რა საკვირველ უნდა წავიდეს? დიახ. თუ ხელისუფლება, თუ ტვინი აქვს და ნიჭი აქვს, უნდა წავიდეს, ვიდრე თუ პოლიტიკოსია, დათმობის პოლიტიკა არის ყველაზე დიდი პოლიტიკა.
და ბატონო ოპოზიციის აზრი, აი რამ მოთხოვნები, რამდენად გაიგეთ თქვენ რეალურად არის ჩამოყალიბებული მათი მოთხოვნები, რეალურია? როგორ არ არის, ერთ-ერთი მოთხოვნა აქვს მაგათ, რომ არჩევნები ჩატარდეს იმ დროს, როგორც იყო ოფიციალურად, როგორც იყო გამოცხადებული. უნდათ რომ ის ჩატარდეს, ყველას უნდა ეს. დიახ. ეს არის ხალხის თხოვნა, ხალხის მაგათ როგორია, ეგრე არა საქმე. მე მაგათ ვემხრობოდი და მაგათ ხარაზე ვიყავი, მაგრამ ხალხი არის ყველაზე ძლიერი. დიახ. დიდი მადლობა ბატონ რეზომემ და წარმატებები გისურვებთ. მადლობთ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მაყურებელს შევახსნეთ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა ბატონი რეზო ჭეიშვილი. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ბატონმა რეზომ აღნიშნა რომ უბრალოდ მან ვერ მოახერხა თუ არა დღეს ის იქნებოდა პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე სტუდიაში. სწორედ აი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ამ შეკითხვით მოგმართათ ახლა ბატონ რეზო ჭეიშვილი აცხადებს რომ ის წავიდოდა და ხელისუფლება მართალია 4 წლის თავი უნდა აღნიშნოს რევოლუციის და ის თავის დროზე მხარს უჭერდა ამ ხელისუფლებას, თუმცა ხალხის იმედები ვერ გაამართლა. შეფასებები თუ შეიძლება გავაკეთოთ. ასე მოკლედ. დიახ. თუმცა რა თქმა უნდა ძველი იქნება. საერთოდ ჩემი დაკვირვებით მე თვითონ მთელი ცხოვრება ოპოზიციაში მიხდება ყოფნა და ჩემი დაკვირვებით ოპოზიციაში როგორც საკმაოდ იოლი არის ეს მოსწავლებელი. თუმცა გვერდიდან უკეთესად ჩანს ყოველთვის. და უფრო იოლი არის ისტორიის დანახვა, ხოლო როდესაც ადამიანი მიიღებს მაშინ რა თქმა უნდა უშეცდომო ხელისუფლება არ არსებობს. არც ეს ხელისუფლება არის უშეცდომო და რამდენიც გნებავთ, ახლა მე ვთქვი რომ ვრცლად ლაპარაკის საშუალება არ გვექნება თორემ შეცდომებზე ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი. მაგრამ დიახ. უნდა გავითვალისწინოთ, მე დაახლოებით იმდენივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციის მიმართ, რამდენიც ხელისუფლების მიმართ. დიახ. მიმაჩნია მაგალითად ძალიან ხშირად რომ ოპოზიცია არა მთავარ საკითხებზე და ეკამათება ხელისუფლებას. მიმაჩნია რომ მთელი რიგი საკითხები რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რჩება ოპოზიციის ყურადღების მიღმა. ეს მაფიქრებინებს იმას რომ ეს პრობლემა დარჩება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ჩაენაცვლება ხელისუფლებას. მოკლედ იმაზრისა გახლავართ რომ დიახ. ბევრი მაინცსა და მაინც ჩვენ ამ 15-18 წლის მანძილზე პოლიტიკაში არაფერი გვისწავლია. მაინც და მაინც ბევრი არაფერი გვისწავლია. ეს ძალიან სამწუხარო არის პოლიტიკური კულტურა დაახლოებით იმავე დონეზე, რადგანაც იყო თუნდაც 15 წლის წინ. მაგრამ პოლიტიკურ კულტურაზე პასუხს უპირველეს ყოვლისა აგებს ხელისუფლება ყველა დროში, როგორც წინა ხელისუფლება, ისე იმის წინა და თუნდაც დღევანდელი, ეს კულტურა არის ძალიან დაბალ დონეზე. ელემენტარულად საკითხს დავაყენებდი, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას აქვს პოლარულად განსხვავებული აზრები, ეს არის საზოგადოების დაცინვა. და აქ ვერ შეკითხვას დავსვამ, თუმცა პასუხი რამდენიმე წუთში უნდა გამცეთ, იმიტომ რომ ტელემაყურებელი გველოდება და ასევე ინტერაქტივი უნდა გამოვაცხადოთ. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს გამოჩნდა ოპოზიციაში, თავის დროზე რევოლუცია, როდესაც მოხდა საქართველოში, სწორედ ნაციონალური მოძრაობის გვერდით იყო და წევრები იყო ფაქტიურად, ხო, ალბათ ამეთანხმებთ თითოეული თქვენგანი. აი, მაინტერესებს რეალურად რა მოხდა, რის გამო დაიწყო ბრძოლა ოპოზიციასა და პოზიციას შორის, ანუ ხელისუფლებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან წასულ ხალხს შორის. მანამდე მაყურებელს შევახსენებ, მაყურებელთა 70% თვლის რომ დათმობაზე არ უნდა წავიდეს ხელისუფლება, 30% თვლის რომ უნდა წავიდეს. რამდენად ნორმალურია ეს მაჩვენებელი? არ ვიცი, რეგატო თუ ხალხი ასე თulis და ეს ინტერაქტივის შედეგია, მაშინ ნორმალურია, ხო? და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ეხლა არც უნდა იყვნენ ალბათ ერთ აზრზე, ხო? მე სულ ვამბობ, რომ არის ქვეყანაში რამდენიმე საკითხი, რაზეც თუნდაც განსხვავებული მოსაზრების შემთხვევაში ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის სიყვარული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჯდებოდნენ და შეთანხმებას უნდა აღწევდნენ. და აი ჩვენთან განსხვავებული აზრი გადადის შემდეგ რატომღაც დაპირისპირებაში, პიროვნულ დაპირისპირებაში, მერე ბოღმაში და საერთოდ მე ვხედავ
არ ვიცი ეს ქართული ხასიათი არის თუ რა არის, ქართული ამბიცია. ხასიათი. ყოველთვის გონიერებას აჭარბებს ხშირად და და ყველა საკითხში. ხო, აი მე ეს ძალიან მადარდა. გასაგებია და მე როგორც მანიშნებენ ტარიელ ფუტკარაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა ბატონ ტარიელ და გისმენთ. საღამომშვიდობისა. მივესალმებით თქვენ სტუმრებს და რასავალია ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს. მე სტუდიაში ითქვა რომ ქართულმა ერმა არ იცის რასურს, მე გამიჩნდა პროტესტის გზნობა, ვინაიდან მე ვფიქრობ რომ ქართული ერის თანამედროვე თაობამ ჩვენ ვიცით რა გვინდა, ჩვენ გვინდა უბატონო ცხოვრება, დემოკრატიული ცხოვრების წესი, გვინდა ქართული კულტურის გაძლიერება, ქართული ფესვების ბაზაზე აღორძინება ჩვენი პერსპექტივებისა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ ეს ყველასთვის ნათელია რომ ქართულ ერს შეუძლია განსაზღვროს თავისი აწყოს და მომავალის და მისი წარსულიც. თუ ვიღაცამ ან გარკვეულმა ჯგუფმა არ იცის რა უნდა და ამა თუ იმ პოლიტიკურ ფიგურას და ამა თუ იმ უცხო ქვეყანას ეყიდება, ეს მათი პრობლემაა და არა საზოგადოებისა და არა ქართული ხალხისა. ამ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ინტელექტუალი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი, ძალიან ბევრი გლეხი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ამოდოს და თავისი ერის ერთგული. ასე რომ ასე თქვათ ერზე ესეთ ზოგადად საუბარი ცოტა დაფიქრებას მოითხოვს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მე მიმაჩნია რომ უნდა გამოვიდეს საქართველო ასეთ ამ მდგომარეობიდან, ვინაიდან უნდა დამთავრდეს პუტჩები, ეს რევოლუციები, რაღაც ეს ყველაფერი, როცა საქართველოს აქვს დიდი ევროპული ორიენტაცია აღებული და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივები საქართველოსთვის მომავალში, აი ამ დროს ამდაგვარი ნებათაღელვები, რაღაც სითქოს და მოგონილი, შეიძლება მართლაც პრობლემებია ძალიან ბევრი, მე ძალიან ბევრი ამი არ მომწონს, ძალიან ბევრი მეშლება ხელისუფლებას ძალიან ბევრ სფეროში, თუნდაც განათლების სფეროში, რაც ჩემი სფეროა, მაგრამ ეხლა ამაზე ომისა დაწყება და რევოლუციის მოწყობა და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის იქითკენ მიმართული, რომ რომელიღაც ქვეყანამ თავისი გავლენის ველი კავკასიაზე შეინარჩუნოს და საქართველოსთან არ გავიდეს რუსის ჯარი. ჩვენი პირველი ოცნება მარტოში იყო არის და რჩება ჯერჯერობით რომ საქართველოს დატოვოს ოკუპანტმა და უნდა იყოს მიმართული აქეთკენ, თუმცა რა თქმა უნდა არსებულმა ხელისუფლებამ, რომელიც დღეს საქართველოს განაგებს, უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ საქართველოში ხალხის ცხოვრება, კეთილდღეობა, კულტურა ეს ყველაფერი იყოს კარგად დაფასებული. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეცდომები, ტექნიკურია თუ მენტალურია მოდის ხელისუფლებისგან, თუმცა დღეს უთუოდ დანაშაულია ასეთი დაპირისპირება და ასე ვთქვათ ტემპერატურის აწევა საქართველოს ცენტრალურ პროსპექტზე. მე ვფიქრობ რომ ჩვენ აქ უნდა გამოვიდეთ სიმშვიდით, სიცხარით და ერთხელ ახსოვდებით მივეჩიოთ კანონიერი, ლეგიტიმური არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა. დიახ, სწორედ ამაზე აქვს იგივე პრეტენზია გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნო კანონთან დაკავშირებით და თქვენ რას ფიქრობთ? გაითიშა, როგორც ჩანს ჩვენ ტელემაყურებელი, ეს ტარიელ ფუტკარაძემ დააფიქსა თავის პოზიცია, უნდა მივეჩვიოთ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას და უნდა ვეცხოვთ ხელისუფლებას. ზოგადად ესეთი იყო. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, მაყურებელთა 70% თვლის რომ ხელისუფლება არ უნდა წავიდეს დათმობაზე, 30% კი თვლის რომ უნდა წავიდეს. ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, აქვე შეგახსენებთ შესაძლებლობა გეძლევათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 4-14-70 და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა ან გამოთქვათ მოსაზრება, ასევე ჩართულია ინტერაქტივი 1-12-52 და დააფიქსეთ თქვენი პოზიცია. წავთ ვარა ხელისუფლება დათმობაზე. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად. მაშასე დღის თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ჩვენ რეკლამის დროსაც საკმაოდ საინტერესო საუბრობდით და ახლა გავაგზავნით პირდაპირ ეთერში, თუმცა რეკლამის დროს შემდეგნაირად არის ინტერაქტივის შედეგები. 43% თვლის რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, 17% თვლის რომ არ უნდა წავიდეს. ესეთი არის მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა დარეკოს პირდაპირ ეთერში 4-14-70, ინტერაქტივი უფასო 1-12-52 და სანამ უშუალოდ გავაგზავნებ სტუდიის სტუმრებთან საუბარს, ალბათ საინტერესო არის მოვისმინოთ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კომენტარი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ
ჩვენ დიალოგისათვის ყოველთვის მზად ვიყავით და დიალოგის პროცესი არ შეწყვეტილა და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც გაგრძელდება. თუმცა დღეს გარკვეულწილად სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ადამიანები არ მოსულან ჩვენი აზრის გასაგებად, მათ აინტერესებდათ კონკრეტულად, რომ ჩვენ პრეზიდენტისათვის გადაგვეცა მათი მოსაზრება და პრეზიდენტის აზრი მოესმინათ მათ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერი მოქალაქის აზრს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ არც ერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს საკუთარ ქვეყანას პატივს ვცემს, გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე. გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტილების განხილვისათვის ერთადერთი სწორი გზა არის დიალოგი და არა ულტიმატუმი, ან თუნდაც მრავალრიცხოვანი მიტინგი. რაც შეეხება პოზიციას, მე ვფიქრობ, რომ პოზიციები ჩვენ საკმაოდ ნათლად დავაფიქსირეთ, თუმცა რატომღაც ითქვა, რომ ნათლად არ იყო ეს პოზიცია დაფიქსირებული. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორია, რომ არჩევნები ჩატარდეს დათქმულ დროს, ანუ შემოდგომაზე, რომლის ვადასაც ჩვენ აუცილებლად ბუნებრივია წინასწარ გამოვაცხადებთ. არჩევნები გარწმუნებთ ჩატარდება ქვეყანაში დემოკრატიულად, სამართლიანად და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი გამოხატოს ამ არჩევანებში და თავისი ხმით და თავისი არჩევანით მოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც მისთვის იმ პერიოდისათვის, ანუ შემოდგომისათვის იქნება მისაღები. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია, ეს არის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მე კიდევ ერთხელ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადავამოწმე და შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, თუ ოპოზიციას ნამდვილად სურს დიალოგი, ჩვენ ეს დიალოგი დაწყებული გვაქვს და მზათა ვართ, რომ ეს დიალოგი გავაგრძელოთ. ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო წინადადებები, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვიხილავდით და ამ წინადადებების განხილვისათვის ჩვენ ნამდვილად მზათა ვართ. თუ ბუნებრივია ამის სურვილი იქნება. თუ სურვილი არ იქნება, ჩვენ მაინც შევეცდებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იქნება სწორი ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ხალხისათვის, იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურ, სამართლიან, დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარდეს. ოპოზიცია ცხადებს, რომ ეს არ იყო ულტიმატუმი. ოპოზიცია ცხადებს, რომ ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მათი თხოვნა და კიდევ ერთი შეკითხვა, რას ფიქრობთ თქვენ ამ მაშასა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ სანამ სტუდიის სტუმრებთან გავაგრძელებთ საუბარს და ასევე შემოგთავაზებთ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებს, მანამდე როგორც მათ ცნობეს, პირდაპირ ეთერში უნდა ჩაგვერთოს თაზო მონიავა, საღამოშობისა ბატონ თაზო. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? კარგად, ისმენთ. როარ დამერეკა არ შეიძლება და შევძმანკაც ხედავ მან პიკასოს ბერაბ კაჯაია ძმებო გესმით? დიახ, გესმის, ბრძანეთ. მოდი, გარიჩი არ შეიძლება ეს რომ რაღაც არ შეიძლება ამდენი პრეზიდენტი უნდა ჩამოვაგდოთ ბოლო-ბოლო სიყვარულს გაუმარჯოს, სიცოცხლეს გაუმარჯოს და ოდიგენ. პიკა. ხეხოთ უნდა გისმა. ჭირიმე შენი. შენ შემოგეულო შემენთარე. დიდი მადლობა. არაფერთ არ შეიძლება. დიდი მადლობა თაზმონიავა გორთვებოდა პირდაპირ ეთერში მან დააფიქსირა თავისი პოზიცია. თქვენს გეძლევათ შესაძლებლობა დაარეკოთ პირდაპირ ეთერში 414-70, ასევე ჩართულია ინტერაქტივი ზარი უფასო 112-52. ქალბატონინო, გავაგრძელოთ საუბარი. აი ულტიმატუმი და უბრალოდ მოლაპარაკება მხოლოდ. აი ამის მომხრეა ხელისუფლება და ოპოზიციაც აცხადებს სხვათა შორის, რომ ეს არ იყო ულტიმატუმი. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ და გაიმართოს დიალოგი ოპოზიციასა და პოზიციას შორის. ხო, მაგრამ ფაქტია, ვერ შედგა ხო ეს დიალოგი, იმიტომ რომ ორივე აი მკვეთრად საკუთარ პოზიციაზე დადგა და არ გაიმართა. მე ჩავთვალე აი კომენტარებიდან, რასაც დღეს მოусმინე, რომ არ იყო ოპოზიცია დიალოგისთვის მზად უკვე მე რამდენად გავიმეორე თუნდაც ამ სტუდიაში. იმიტომ რომ აი როცა მიდიხარ ახლა იმ ადამიანებს ხვდები და შემდეგ ამბობ, რომ მათთან არ დაჯდები სალაპარაკოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც პოლიტიკურ ამინს ქმნიან დღევანდელ ხელისუფლებაში. რა ვიცი, ახლა ეს უბრალოდ ამბიციაა თუ რა არის, მაშინ მე ვსვამ შეკითხვას.
ძალიან კარგი. და ნინო, აქ ჩაგეკითხები, აი, იგივე მე აღვნიშნე რეკლამის წინ, რომ ეს ადამიანები უმეტესობა სწორედ ისახები არიან, რომლებიც ვარდების რევოლუციის დროს იდგა ნაციონალური მოძრაობის. ანუ ეხლა სათავეში ვინცა ამ ადამიანების გვერდით და მათმა ერთად მოახდინეს რევოლუცია. ანუ რამდენად შესაძლებელია, რომ ამათმაც იგივე გააკეთონ. ყველა საუბრობს, რომ რევოლუცია არ იქნება. ეს არის უბრალოდ შვიდობიანი აქცია და მოთხოვნები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ხელისუფლებამ. თუმცა, თავად მოსახლეობა იქ გაურკვევლობაში ანახევარზე მეტი და აცხადებს, რომ უნდა გადადგეს ხელისუფლება, პრეზიდენტი და რევოლუცია, კიდევ რევოლუცია. აი ესეთი არის ზოგადი ფონი მაინც შექმნილი. ხო, სიმართლე გითხრა, მე დღეს კი დავინახე ძალადობისკენ მოწოდებები მოვისმინე, უბრალოდ აი იკითხებოდა ბევრ გამოსულაში იგივე სურვილი ამის რევოლუციის, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ არ დაუშვებს ამას, იმიტომ რომ იმ ოპოზიციაში ბევრი გონიერი ადამიანი არსებობს და არ დაუშვებს ამას და იგივე ხელისუფლებაც არ დაუშვებს ამ იმედით ვარ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვარ რევოლუციის მომხრე და ნამდვილად კიდევ ერთ რევოლუციას ვერ გადაიტანშვენ ქვეყანა. დიახ, ინტერაქტიული შედეგები ესეთია 37% ამბობს, რომ უნდა წავიდეს დათმობაზე, 63% ამბობს, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ უნდა წავიდეს. ბატონო მერაბ, თქვენი აზრი მაინტერესებს. აი, არის რევოლუციის სურნელი დაუშვათ ამ ეტაპს? რევოლუციის სურნელზე რა გლაპარაკობთ, უფრო საპირისპირო ეპითეტი მაქვს რევოლუციის მიმართ საერთოდ. მე გავეხსენებდი 4 წლის წინანდელ სიტუაციას. მაშინაც 2 ნოემბერს დაიწყო სამი თქვენ გახსოვთ 2 ნოემბრის არჩევნებზე შემოგადის ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამას მოყვა შემდეგ დიდი მოძრაობა რომელიც გადაიზარდა რევოლუციაში და 23-ში დასრულდა შეცვლით ამ ხელისუფლებისა. მაშინ რომ ოპოზიცია დასჯერებოდა თავის მოთხოვნებს, რომელიც წამოაყენა 2 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიქნებოდა არაერთგვაროვანი პარლამენტი, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი დღეს. რევოლუცია საჭირო არ გახდებოდა, მე მონაწილე ვარ ვარდების რევოლუციის. დიახ, მახსოვს რევოლუციაში და გეუბნებით როგორც მონაწილე. მაშინ მე ესაც არ მოსვლე, იმიტომ რომ პოლონია ეიფორიაში ვიყავით, მაგრამ რეალურად ჩვენ თუ ავირიდით თავიდან თუნდაც ესეთ კულტურულ რევოლუციას, რომელსაც აღტაცებაში მოიყვანა მთელი მსოფლიო, მაგრამ რევოლუცია მაინც რევოლუცია რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და შედეგად ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომ მხოლოდ გასწორებული იყო ის იყალბე, რაც არჩევნებში ჩაიდო და ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, ქვეყანა მოგებული დარჩებოდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე რატომ ვიყავს ეს ანალოგია? თუ დღევანდელი ოპოზიცია თავის მოთხოვნებს კიდევ უფრო რადიკალურს გახდეს და გაზრდის და უფრო პარტიაშინა არ შეძლეს, ამით მე ვფიქრობ, ქვეყანა წაგებული დარჩება. ყველა შემთხვევაში რადიკალიზმი პოლიტიკაში არის წყამგებიანი, ამისათაც მაგალითი გვაქვს და ბოლოს რაღაც უფრო ვისწავლოთ წარსულიდან. უმჯობესია ის 4 მოთხოვნა 3-ზე და 2-ზე დაიყვანო, ვიდრე 7-ზე და 8-ზე აიყვანო. ჩემი აზრი ესაა. ძალიან კარგი და ტელემაყურებელი გვიკავშირდება, საღამო მშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით. გისმით ჩემი? დიახ, ძალიან ხალბატონო. დიახ, ძალიან კარგი პრეზიდენტი გვყავს. 3 წელიწადში ბევრი რამე გააკეთა. ამას ვერ დაუკარგავთ ნამდვილად. ამას რო ადამიანი დააკარგავს, იმას ღმერთი არ პატიებს, რაც მაგან გააკეთა. 3 წელიწადში, კარა 70 წელიწადია ვაშენე, ოჯახსა მაინც ვერ ვაშენე. ხო და ძალიან კარგი პრეზიდენტი გვყავს. არ უნდა წავიდეს დათმობაზე. ოპოზიცია არის უზრდელი და ტუტუცი. ხალხი ჩამოიყვანა მანქანებით, ხედავდი ტელევიზორში, ეკი ჩავებენ და გამოყავდათ ქუჩაში. გლეხმა არ იცის, რისთვის ამ ისული იქარა. დგას და იხედება აქით-იქით. ეს არის ჩემი სათქმელი, შვილო. ვაცალოთ მაკაც მუშაობა, სირცხვილი არა, მართლა რამდენი პრეზიდენტი უნდა გამევიცვალოთ. დიდი მადლობა, ხალბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის გულწრფელად. დააფიქსირა თავისი პოზიცია, განაცხადა, რომ ხელისუფლებას უნდა ვაცალოთ და ჩვენს პრეზიდენტს. და გავაგზავნოთ საუბარი. ვიზე ხარ განაცხადებული? შენ თქვი, რომ საკმაოდ ბევრი უნდა ვისაუბრო ამაზე. ძალიან ბევრზე, მით უმეტეს ქუთაისში, აი ეს არ შემიძლია რო არ გითხრათ, რაც აზროვნება გამიჩნდა, საერთოდ ვერ ვიტანდი კომუნისტებს. აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მამა ჩემიც ასე ქვია მოხელე იყო, თეატრის დირექტორი იყო, მრავალი წლების ხანზე, რაც გარდაცვლილი. და ყოველთვის ჰქონდა მე და მამას, ყოველთვის ჰქონდა ჩვენ აი ამ თემაზე კამათი ძალიან ხანზე კიდევაც.
და არიან ძალიან ბევრი. ეხლა წარმოვიდგინეთ, სახელები დავასახელო რა, მე ამით არაფერი. მე ყველას როგორც შემიძლია უსწორდები, ყველას პოზიციას ვაფიქსირებ, რა თქმა უნდა, შვიდობიანი, მე თვითონ არა ვარ აგრესორი და არა ვარ მომხრე ადამიანებს ბოროტებით ვუპასუხო, მაგრამ არავის არც შემიჩენია და არ შევარჩენ საქმეს. რაც შეეხება ძალიან აზროვნებას გულისხმობ ხოლმე ხშირად რა თქმა უნდა ხადებას რომ ჯერ კიდევ არის ქუთაისში რა თქმა უნდა ქუთაისში მით უმეტეს ახლა თქვენ წევა სახელი შეგეშალათ ჩემი წარმოვიდგინეთ მის ეპოქაში ცხოვრობ დღემდე და დღეს ბაგრატის ფონდის თავმჯდომარეთაც მოგვივლინე ხა როგორ შეიძლება ახლა თუნდაც თქვენ წევა ახსენეთ ბურჯანაძე იყო კადრები მე პირდაპირ გეუბნებით მე ნამდვილად არ მოვწონს ბურჯანაძე დემოკრატებს უფრო ბურჯანაძე კომუნისტებს ვეძახი მაგრამ მე თავიდან ბოლომდე მოვწონს პრეზიდენტის მისაღებშის პოლიტიკა უბრალოდ ბავშვებიდან ოცნებობდი აი ასეთ ცხოვრებაზე და ეხლა ვინმეს არ მოწონს ეს მისი აზრია მე ყველას მოწონ ვარ მაგრამ რაც შეეხება განაწყენებას აი თუნდაც შემეკითხე ძალიან ბევრი ხალხია მაგრამ შენ მე რამეს მატყობ იმისას რომ ხალხს უსწორდები ისე როგორც ეკუთვნით ასე რომ აქ საუბარია დიალოგზე ვერასდროს ეხა მე და მამა ჩემი აი სულ მენატრება და არ ამყავს გვერდში ხო მაგრამ ჩვენ მეგობრული ურთიერთობა არასდროს არ ხდება ეს რატო იცი ეს მაგათ დამსახურება და მისნაირების და ასე შემდეგ როლების დღემდე თავის პოლიტიკას და რა არის იცით ეს არის ნამდვილად პრეზიდენტის ერთი ბრალი რა არის იცით აი მაგ ხალხს რო იცილებს თავიდან ბოლომდე მე ყველანაირად ვემხრობი რომ აი პენსიაში არ გადიან იცი პენსიაში გასვლაც არ უნდათ კიდევ მე მაგის ადგილზე აი იმდენ ხელფას მიცემდი მაგათ რომ საერთოდ უფლებას არ მიცემდი მის თამამავლობით ადგილები დაეკავებიათ კიდევ მიცან ახალგაზრდობას უკვე წავიდა რა ის ძველი აზროვნება ეხლა მე ბაბუა ჩემის და მამა ჩემის აზრით უნდა ვიცხოვრო მე ჩემი საკუთარი აზრი არ უნდა გამაჩნდეს აღარ მოწყინათ ეს უაზრო ცხოვრება ამაზეა ლაპარაკი ევროპისაკენ გზა მე მიყვარს ქართველები როგორიც იყო გრიგორ ოპოლაძე ნიკო ნიკოლაძე ექვთიმე თამყაიშვილი რამდენი ჩამოგითვალოთ მაგრამ ისინი ცოტა არიან იმ ხალხთან რომელსაც ჩვენ ახლა დღეს იმ მოედანზე ვუყურებთ რასაც ოპოზიცია ქვია ისინი არაფერი არ არიან ჩემთვის მე იმათ ხალხის აზრად ვერ გავითვალისწინე ასე რომ განაწყენებული მე ძალიან ბევრ ამაზე დიდი მადლობა პიკას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთე ქალგონინო მე მაინტერესებს აი რამდენიმე 1000 ადამიანი და აცხადებს ოპოზიცია რომ საქართველოს არ ახსოვს ამდენი ადამიანი რუსთაველის გამზირზე შენ პირადად რა შეფასება შეგიძლია გააკეთო აი ქალბატონმა აღნიშნა პრობლემებად თავისი გულწრფელობით რომ არიციან ის გამოჩავდნენ ესე არის რეალურად არ ვიცი ვერ გეტყვით ახლა მე იქ არ ყოფილი ვარ და გამიჭირდება გეკითხები პირველ რიგში შენ აი ინტერვიუებიც ჩაწერე გუშინ როდესაც ეს კოლონა მიემგზავრებოდა თბილისის არა მე გუშინ მაგალითად ისა შევხვდი ეჭვიან ადამიანებსაც რომლებსაც ეჭვებათ იმიტომ რომ შენ არ მუშაობ თქვათ იმ ტელევიზიაში მუშაობ სხვა ტელევიზიაში ისე არ გაშუქებ ასეთ მაგრამ ეხლა არ შეიძლება ამას ჟურნალისტი აყვე ხო ეხლა ყველა ადამიანს აქვს ჩვენი სისუსტე ეხლა რა არის ის სხვათა შორის მე იმას ვიზიარებ რომ თუნდაც 10 ადამიანს აქვს პროტესტი იმ 10 ადამიანის ტკივილიც გაზიარებული უნდა იყოს და ყურადღება უნდა მიექცეს ამას რა თქმა უნდა და მით უმეტეს ახლა 100,000 ადამიანი თუ გამოდის მაგრამ მე კიდევ ვამბობ რომ ამ ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ აი ვის მიყვებია სხვათა შორის არა შემიძლია ისე წავიდე რომ არ თქვა ახლა მე იგივე ვარდების რევოლუციის დროს მომწონდა ერთი რამ როცა ხალხს ეუბნებოდნენ რომ ეს ქვეყანა არის ხალხის ეს ქვეყანა არის თქვენი და ხალხმა ეს კარგად მიიღო და ასეც არის მართლა ამ ქვეყანას ქმნის ხალხი ხელისუფლებამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმაც უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ. სხვანაირად ოპოზიციამაც, ხელისუფლებამაც, ჟურნალისტებმაც, მხატვარმაც, ინჟინერმაც, სხვანაირად ეს ქვეყანა ჩემი აზრით არ აშენდება. და ჩვენ ტელემაყურებელებს გავშენდება პირდაპირ ეთერში მოდით მოვისმინოთ საღამო მშვიდობის და გისმენთ. შემიძლია ვისაუბრო? საღამო მშვიდობის. იცით ამბობენ ნათქვამია სახელმწიფო როგორც ინსტიტუტი ადამიანის გამაბოროტებელი სფეროა ხო თუ სწორად არ ამბობ ეს ჩემი ციტირებაა მარტვილო პირადად თქვენთან მინდა ამ წუთში კითხვა თაყაიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი
და რობაქიძე როგორ მოხდნენ ევროპაში? დავიჯერო ისე იცავდა 16 თაყაიშვილი მამებისა და პაპების ინტერესებს, როგორც ეხლა თქვენ ამ წუთში ბრძანეთ, რომ მე მამისა და ბაბუის ინტერესებით ვიცხოვრო. არავინ არ გთხოვთ თქვენ ამას, რომ თქვენ მამისა და ბაბუის აზრებით იცხოვროთ, მაგრამ რა ქნას იმ ბაბუამ და იმ მამამ როგორი არსებობს? აქვს კი შენს პრეზიდენტს გათვალისწინებული მისი საზოგადოებისათვის საცხოვრებელი მინიმუმი თუ მაქსიმუმი. ჩვენ არავინ არ ვუარყოფთ, რომ ცივილიზაცია საზოგადოებისათვის საჭიროა, მაგრამ ისეთი არა, რომელიც სისხლის ფასად, ქართული ეროვნულობის დაკარგვის ფასად უნდა განხორციელდეს. ეროვნულობას მადლობთ ხალბატონო. იკაცი შენ მოგიპასუხე. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ და ვიცი გამომეპასუხებოდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ეს ქალაქი ამაზრონები ცხოვრობს და მე მინდა ხალბატონს კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე თქვენი აზრით არასდროს არ ვიცხოვრობ. მე გამაჩნია ჩემი პირადი აზრი, ჩემი გონება და არც მიცხოვრია დღემდე არც არავის აზრით დაჭკვით და არც ვიცხოვრობ კიდე, მაგრამ ჩემი აზრი მე ღმერთმა მომცა ჩემი გონება, ასე რომ თქვენ ცივილიზაციაზე ლაპარაკობთ და ეროვნულობაზე. მოდი და შევეჯიბროთ ყველანაირ საკითხში, გინდა ეროვნულობაში და გინდა თუ გინდა ცივილიზაციაზე და მე საქმე დავუმტკიცოთ ეს ერთმანეთს. მე დანარჩენს მეც აღფეს არ გეტყვი და ეს იდეები, იდეოლოგია თქვენ უფლება გაქვთ, ეს შეგიძლიათ ყველას უთხრათ, უფრო მეტად თქვენ ოჯახში შეგიძლიათ განახორციელოთ. და ინტერაქტივის შედეგები ამ დროისთვის ერთ-ერთი 39% თვლის, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, 61% თვლის, რომ არ უნდა წავიდეს. ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებს შემოგთავაზებთ და შევაჯამებთ დღევანდელ დღეს ჩემი სტუდიის სტუმრებთან დაგველოდეთ. მაშასე დღის თემა დასკვნითი ბლოკით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ ჩემი სტუმრების ვინაობას: ნინო ღაჭავა, მერაბ გვაზავა და მერაბ ხაჯაია, იგივე პიკასო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დღეს ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ასევე გეტყვით, რომ ამ დროისთვის ინტერაქტივის შედეგების შემდეგია 41% თვლის, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, 59% კი თვლის, რომ არ უნდა წავიდეს. და სანამ ჩვენ შევაჯამებთ დღევანდელ დღეს და საპროტესტო აქციას, რომელიც თბილისში იმართება, მანამდე მოვისმინოთ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარები, რომლებიც იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე და მათმა წაუყენეს თავისი მოთხოვნები. პარლამენტის თავმჯდომარეს უთხარით, რომ ჩვენ ვთვლით, რომ შეიცვალა ვითარება, იმიტომ ეს 100,000 კაცის გამოსვლა, მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის გასაგებია, რაც ნიშნავს და ყველაზე უფრო ამ ხალხისთვის, ვინც გაიარა ერთი რევოლუცია. ამ შეცვლილ ვითარების ფონზე რა არის დღეს პრეზიდენტის პოზიცია? ჩვენ ეს გვაინტერესებს და სხვა არაფერი. გადასცემს ამ კითხვას ამ ფორმით პრეზიდენტს და გავიგებთ პრეზიდენტი უსმენს თავის ხალხს, ფიქრობს რამეზე, არის საქართველოს პრეზიდენტი თუ თვითონ უკვე აღარ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი? მე არ ვფიქრობ. მე ვარ ხალხის მხოლოდ ამ შემთხვევაში მანდატით მოსული აქა და არ მაქვს მანდატი რომ ვიფიქრო. აბსოლუტურად იგივე რაც ქალბატონმა სწავლობენ ბრძანა, ჩვენ გავაცანით კიდევ ერთხელ ჩვენი მოთხოვნები, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეზიდენტმა, ჩააყენებს ახლა გავიგონი პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კურსში და ჩვენ მივიღებთ პასუხს, არის თუ არა პრეზიდენტი მზად რომ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები. მანამდე აქცია გრძელდება ღამითაც, გრძელდება დღისთაც და არ დაიშლება მანამდე ვიდრე ყველა მოთხოვნა 4-ვე არ დაკმაყოფილდება. რამდენიც საჭირო? მანამდე ვიდრე 4-ვე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. არ უთხოვიათ ვადა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დიდი ვადა, არ დაჭირდება იმას, რომ დაუკავშირდნენ საქართველოს. ჩვენ მივედით პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც სახელმწიფოში მეორე თანამდებობის პირთან, ჩვენი მოთხოვნებით თავის დროზე მივმართეთ მინიმალისტური მოთხოვნებით პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში გაზაფხულზე, ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით
ისინი ჯერ მზად არ არიან გაგვცემ პასუხი, ჩვენ არ გვაინტერესებდა უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიციები, ჩვენ მივედით პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც ჩვენი მიმართვის ერთ-ერთ ადრესატთან, პრეზიდენტთან ერთად. ჯერ მათ არავითარი პოზიცია არ აქვთ, ისინი მოიქცევიან თუ არა ადეკვატურად, ანუ პრეზიდენტი მოიქცევა თუ არა ადეკვატურად, ამაზეა დამოკიდებული. მაშასე მზად არ არიან გაგვცემ პასუხი და გადასცემს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტი ჩვენს მოთხოვნებს, ეს გახდება უახლოეს მომავალში ცნობილი, მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს. ესეთია გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, კომენტარები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. რატომ გაუჩნდა დაუშვათ ოპოზიციას იგივე ესეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება არ არის მზად გასცეს გაერთიანებულ ოპოზიციას პასუხი ბატონებად დავიწყოთ თქვენგან. ოპოზიცია შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს, იმიტომ რომ ეს მოთხოვნები ორი კვირის წინ გაეგზავნა ხელისუფლებას და დღეს უბრალოდ ეს გაფორმდეს ნაერად. ხელისუფლება როცა არ გაეგზავნა ამ მოთხოვნებს ის რომ დიდი ხანია და თუ კი დღესაც თქვათ, მაგრამ მე მაინც ერთ რამეს ვერ ვიგებ, რომ ოპოზიციას რომ ზადარა ხელისუფლება ეს არ მისცეს, იმიტომ რომ ხელისუფლება პირდაპირ თქვა, რომ არ შეასრულებს ამას. იგი გამოხატა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ არც არჩევნების ვადებს შევცვლით, არც განარჩენი მას გავითვალისწინეთ. იგი პასუხი აქ ითქვა საკმაოდ ხისტად და ესე პირდაპირ ჯგურად და ოპოზიცია როგორც ჩანს იმედოვნებს, რომ რაღაც შეიცვლება გარკვეული დროის შემდეგ და ხელისუფლება გადასინჯავს თავის შეხედულებებს. ალბათ ეს არის ყოველად როგორ შეიძლება გავიგოთ. სხვა ყველაფერი უკვე ნათქვამი არის. დიახ, გასაგებია და ჩვენ ბოლო ტელემაყურებელს მოვუსვენოთ და შემდეგ უკვე შევაფასოთ ჩვენი საუბარი და დასკვნა გავაკეთოთ. საღამოშიდობისა გისმენთ. ჯობათ. ესე იგი მე მინდა დავაფიქსირო ერთი პოზიცია, რომელიც ყველა პოზიციისგან განსხვავდება და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ეს პოზიცია იქნება, ასე ვთქვათ, ქვეყნის ხსნის გზა, თუ კი ესე იგი ქვეყნის მართვას მივანდობთ ეკლესიას, ხოლო პოზიციის პროფესიონალები და ოპოზიციის პროფესიონალები გამოყენებულები იქნებიან კონსულტანტებად. დიდი მადლობა. ეკლესიას უნდა მივანდოთ ჩვენი ბედია. და სწორედ მე როგორც რამდენიმე წუთის წინ გითხარი, ჩემი ბოლო შეკითხვა სწორედ ესეთი იქნებოდა. აი რატომღაც როდესაც ოპოზიცია და პოზიცია უკვე დაუპირისპირდა ერთმანეთს, რატომღაც ის მხარე, რომელიც გამოხატავს პროტესტს, იშველიებს ეკლესიას, რელიგიას და ესე შემდეგ. როგორ შეიძლება შეაფასოთ ეს ყველაფერი? აი რატო ფიქრობს, რომ მრევლი უფრო გაყვება ამის შემდეგ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის მორწმუნე და განსაკუთრებულ პატივს ცემს უფალს, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ხო არ არის მთავარი, რომ დაუშვათ ხალხი წამოიყვანონ, დაუდგენ გვერდით, ღმრთის რწმენით და ესე შემდეგ. ნინო. რო იცი, ჩემთვის ეკლესიით манипуლირება არის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა. ღმერთმა უქნას, რომ გართულდეს და გამწვავდეს სიტუაცია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში გონივრულ პოზიციას დაიკავებს და სათანადო ზომასაც მიიღებს ვითარების გასანეიტრალებლად. მაგრამ აი კატეგორიულად მიუღებელია ეკლესიით манипуლირება. ეს უბრალოდ არაკეთილსინდისიერება ვისი მხრიდანაც ეს მოხდება. დიახ, ბატონო მერა. ნახო, ვინ როგორ და რა მოსაზრებით იშვლიებს თქვათ მიმართავს ეკლესიას, ეგ საკითხი არის, ალბათ ეს ერთგვაროვანი არ იქნება, ზოგს ალბათ რაღაც თავის განსაკუთრებული მოსაზრება აქვს, კიდევაც გულწრფელად აკეთებს. შესაძლებელი არის ამგვარი თვალსაზრისით და ჩემთვის ესავსებით გასაგები იქნებოდა. ქართულ ხალხს აქვს თავისი პრინციპები ისტორიულად შემუშავებული და პრინციპებიდან ერთ-ერთი, ესე იგი ღირებულებათა სისტემაზე მოგახსენებთ, არის სწორედ ქრისტიანული სარწმუნოება და მართლმადიდებლური ეკლესია და თუ ოპოზიციონერი რომელიც ეკლესიას აი ესე დროს იშველიებს გულისხმობს იმას რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ის ისტორიული არჩევანი რაც ქართულმა ხალხმა გააკეთა 2000 წლის წინ აი ეს ესეთი არა უგულებელ ვყოთ მაშინ მე მისი სავსებით მესებს და ვეთახვები ხოლო თუ იმედოვნებს რომ ამით ელექტორატს გაზრდის თავისას თუ რა თქმა უნდა ეს კო манипуляცია და მიღებული არის რა თქმა უნდა ნინოს ეთანხმები კარგად თქვა ეს არის მაგალითად თვალზრობა თქვენ კარგად გახსოვთ ილია მეორე გამოვიდა და ხალხს უთხრა აი ეროვნული იმ გადაწყვეტ პერიოდში
მაგრამ ხალხმა მას არ მოусმინა. სხვადასხვა ეს ცხოვრებაშიდაც ესე ხდება, ეხლა მე ეკლესიური ვარ, შინაგანად, ეხლა გითხრათ რომ ყოველდღიურს ვერ ვიცავ თავის წესებით, მაგრამ ესეთი ფაქტები აი თვითონ ყველგან ხდება, იცით, როცა აი ადამიანის ფსიქოლოგიას დააგვირდით, როცა უჭით, მაშინ ახსენდებათ ეკლესია, როცა ტკივოთ, მაშინ ახსენდება ეკლესია. ეკლესიურად შეიძლება იცხოვრო ადამიანმა არა მაშინ რომ ეკლესიაში შეხვალა და სანთელ საათად და იქ მოითხოვ ღმერთო ეს მომეცი, ის მომეცი. არა, გარეთ, აი ხალხში, საზოგადოებაში თუნდაც, ჩვენ ურთიერთობაში. ასე რომ ეკლესია მაშინ არ უნდა გაგახსენდეს და ეკლესიით არ უნდა ისარგებლო, როცა შენ პირადად რაიმეს მოთხოვნა გაქვს და ან რაღაც გადაწყვეტილება გინდა მიიღო. მე ნამდვილად უაზრობად მიმაჩნია. ძალიან კარგი, საკმაოდ საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებები, პოზიციები. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავიხადოთ და მე აღნიშნავს, სანამ გადაცემას დავამთავრებთ, ასე რეჟისორს თქვა იქნებ მოგსაზროს კადრები რუსთაველის გამზირზე რა ხდებოდა ბოლო პერიოდში და მანამდე ვიტყვი რომ დღეს აი როგორც ვითარდებოდა მოვლენები, მის მიხედვით მთელი დღის მანძილზე ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა მოგვემზადებია დღის თემად, იმიტომ ოპოზიცია ფაქტურად მთლიანად წასულია დედაქალაქში. ვერ მოხერხდებოდა ოპოზიციის პირდაპირ ეთერში მოყვანა და ყველაზე კარგი და საინტერესო იქნებოდა ისეთი ადამიანების მოსაზრებები და კომენტარები დაუშვათ როგორიც ხართ თქვენ, მაგრამ მე დავუკავშირდი საკმაოდ ბევრ ადამიანს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს, მწერლებს და ისე შემდეგ, მაგრამ თითქმის იყო ერთი და იგივე პასუხი, ავადვარ არ შემიძლია ესე შემდეგ. და სამწუხაროა და განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ რომ ღიად დააფიქსეთ თქვენი პოზიცია და მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში. პროგრამის ბოლოს კი კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი რუსთაველის გამზირს, თვალწითები კადრები უკვე შეგვიძლია ვნახოთ. იმ წმინდა ადგილას, სადაც საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ვიბრძოდით ჩვენი მამა-პაპანიც, ჩვენი წინაპრების და დღეს ჩვენ მოვედით, დღეს ხდება მეგობრებო, დღევანდელი საქართველოს ბედი და უბედობა. ეს ბედი ჩვენ ხელთ არის, ჩვენ თვითონ ვართ ამ ჩვენი ბედის მჭედლები. ხაშას ეს იყო 2 ნოემბრის დღის თემა, სტუდიაში ირაკლი ჩიხაძე მუშაობდა, პროგრამის ბოლოს 41% ინტერაქტივის შედეგებს გაგაცნობთ, თვლის რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, 59% თვლის რომ არ უნდა წავიდეს. დავადოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მე მშვიდობიან და სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებ, ორშაბათ ზუსტად 22 საათზე, იმედია პოლიტიკური დაძაბულობა პიკს არ მიაღწევს, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა ნამდვილად მაღალია და 22 საათზე ამას უკვე შეაფასებს და განსჯის ჩემი კოლეგა ხატე აბაბუნაშვილი, საკმაოდ საინტერესო სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. Thank you.